ისრაელი აგრძელებს იერიშს ღაზის სექტორზე. ქალაქ ხან-იუნისის თავზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ერთ-ერთი საავადმყოფოს წარმომადგენლები ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობისა და არასრულფასოვანი კვების შემთხვევების ზრდის შესახებ საუბრობენ. ისრაელის გაერთიანებული შტაბის უფროსმა 14 აგვისტოს განაცხადა, რომ არმია ასრულებს მოსამზადებელ სამუშაოებს ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების გასაფართოვებლად. ეიალ ზამირის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა გასულ პარასკევს დაამტკიცა გეგმა ქალაქ ღაზის დაკავებასთან დაკავშირებით. პალესტინელები შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად გამწვავდება. ამ დღეებში ისრაელის თავდაცვის ძალები დაასრულებენ მზადებას ღაზის სექტორში შეტევითი ოპერაციის გასაფართოვებლად, რაც გამოიწვევს ღაზის სექტორში ჰამასის შესაძლებლობების შეზღუდვას როგორც სამთავრობო, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. კამპანია დასრულდება მაშინ, როდესაც ჩვენ უზრუნველყოფთ ჩვენს უსაფრთხოებასა და ჩვენს მომავალს. ყოველთვის განსაკუთრებით კი ომის დროს პოლიტიკურ და სამხედრო ეშელონებს შორის ურთიერთობა ეროვნული უსაფრთხოების ცენტრალური ღერძია. ურთიერთობა და სრული თანამშრომლობა წარმატების საწინდარია. ისრაელის ომმა ღაზაში 10,000-ობით ადამიანი იმსხვერპლა, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებით გადაასახლა. უზარმაზარი ტერიტორიები გაანადგურა, მოსახლეობა კი შიმშილამდე მიიყვანა. განმეორებითი მასშტაბური სახმელეთო ოპერაციის დრო ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ეს ნაბიჯი 1000-ობით ჯარისკაცის მობილიზებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით ევაკუაციას მოითხოვს, რაც ნამდვილად გაუარესებს ღაზაში ჰუმანიტარულ კრიზისს. ამასთან გრძელდება ღაზაში საჰაერო გზით დახმარების მიწოდება, თუმცა ასზე მეტი არაკომერციული ჯგუფი ისრაელს ღაზაში დახმარების იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, რამდენიმე ქვეყანამ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების გადამწყვეტ ფაქტორად ისრაელის მიერ დახმარების შეზღუდვა და ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესება დაასახელა.